ეხლა რაც შეეხება ამ ადგილს, რატო გავჩერდით აქ? 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამუბნად დაიყო თბილისის დაცვის ზოლი. ჩვენ ყოფებით ეხლა მის ერთ-ერთ მონაკვეთის შუაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანს კარგად გვახსოვდეს ერთ საუკუნის წინ რა მოხდა დღევანდელ დღეს. შესაბამისად შევიკრიბეთ გენერალ მაზნიაშვილის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლები, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები იმისათვის, რომ დღევანდელ დღეს დაღუპული ადამიანებისათვის, გმირებისათვის მიგვეგო პატივი. კოჯორისა და ტაბახმელას მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 500 იუნკერმა გაუწია. მაზნიაშვილის ლეგიონი არის სამოხალისეო ორგანიზაცია, რომელიც 10 წელზე მეტია ატარებს სამხედრო საბაზისო კურსებს, ჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროსთან და ძირითადად 14-35 წლის საქართველოს მოქალაქეებთან მუშაობს. რაც შეეხება თბილისის დამცველთა დღეს, ეს დღე არის ლეგიონის და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ტრადიციული ღონისძიება, რომელიც ეძღვნება რეგულარული ჯარის და სახალხო გვარდიის იმ მებრძოლებს, რომლებიც იცავდნენ თბილისს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში. ამ დროს ამოდივართ ხოლმე ტაბახმელაზე ნომერ მე-4 სანგარზე. აქ ტარდება ღონისძიება, ჩართული არის საპატრიარქო და ამოდიან ახალგაზრდები და ის მოქალაქეები, ვისაც ეს თემატიკა აინტერესებს. დაუბერავდა კოჯრის ცივი ქარი. სანგრებს ახალ-ახალი მოხვეტილი თოვლით ავსებდა. იქ ჩამდგარ დამდნარ თოვლის გუბეებს და ჩვენს დასველებულ ფარაჯებს გაჰყინავდა. დღევანდელი დღის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 1 საუკუნის წინ ზუსტად ამ არეალებში, ამ დღეებში წყდებოდა საქართველოს მომავალი. ამ დღეს ახალგაზრდობის მიერ თავგანწირვა ნამდვილად დასაფასებელია და ჩემი აზრით თითოეული ქართველი ვალდებული ვართ, რომ გავიხსენოთ ჩვენი ახალგაზრდები. ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა ყური ჩვენი ასობისა მომეთ ჩვენ დღეს გამომიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენ. აქ წარმოდგენილია წმინდა გობრონის ხატები. წმინდა გობრონი არის მაზნიაშვილის ლეგიონის მფარველი წმინდანი. ჩვენ შევძლებთ და მის სახელზე შევქმნით 2 ხატი. ერთი ხატი არის მხოლოდ მის პიროვნებას წარმოადგენს, ხოლო მეორე ხატზე გვაქვს წარმოდგენილი როგორც თვითონ პიროვნულად, ასევე ის ციხე და მისი მებრძოლები თუ როგორ ებრძოდნენ მტერს და პატარა სიუჟეტებით შევძლებთ და აღწერეთ სცენობრივად ერთ ხატზე ის პერიოდი. სამობანი შესვენებულთანი 10-სა განუსვენეს სულთა ჩვენგან შევედრებულთა მონათა და მქერვალ